თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიეი. სიტყვა ესე, გასმიეს, რამე თუ თქუმულარს, თვალი თვალისაცილ და კბილი კბილისაცილ. ხოლო მე გეტყვი თქვენ, არა წინააღმდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოიცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კვართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი 5, 38, 40. იხილეა, ვითარმეთ პირველ, ოდეს სიგი იტყოდა, უკვე თუ თვალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, მათე 5:29 არა თვალისათვის იტყოდა, არამედ მეგობრისათვის, რომელიც სულსა ჩვენსა ავნემ და მთხრებლად წარწმედისა შთაგოაგდემ. რამე თუ რომელმან აქა ესრეთ ბრძანა, რაითა რაღაცა თუ თვალი ვინა აღმოგვიღოს, არა აღმოვიღოთ მისი ნაცვალად ჩვენისა, რაისათვის მცა განაწესა თვალისათვის ისა აღმოღებაი. რამე თუ ასოისა მოკვეთაი არასა და უბრძანებიეს ქრისტესა, არამედ ვითარცა ვთქუ სიტყვა იგი მეგობრისათვის იყო საყვარელისა, რომლისაგან წარწმე დაისულისა ჩვენისა იქმნებინ. ხოლო ათ სიტყვათა ამათთვის ძველისა შჩულისათა ნუნცა ვინ იტყვის მეცსა სიფიცხესა და სასტიკობასა, რამე თუ რომელი ამას იტყოდის, ფრიად გამოუცდელ არს იგი სიბრძნეს არჩულის მდებელისასა, რომელმან წესისა მებრძამთა ისა და პირთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა, დადვაცა შჯული, რამე თუ ერთი არს შჯულის მდებელი ძველისაიცა და ახლისაი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე ჯეროვნად განაწესა. გულფიცხელთა მათ და სათნოებისა მიმართ უძლურთა ჰურიათა დაუდვა შჯული იგი, ვითარცა შეჰგვანდა, და აც კვალად ჯამი იყო უმეტესისა სათნოებისაი, და გვიბრძანა ჭეშმარიტი ესე და ახალი მოქალაქობაი. ამისთვისცა წარმოთქვა რა იძუელისა მის შჯულისა წესი და თქვა, გასმიეს, რამე თუ თქუმულარს, თვალი თვალისაცილ და კბილი კბილისაცილ. ხოლო მე გეტყვი თქვენ, არა წინააღმდგომად ბოროტისა ესე იგი არს ვითარმეთ, უკვე თუ თვალი აღმოგიღოს ან უკბილი აღმოგფხურას ძმამან უწყოდე, ვითარმეთ არა იგი არს მოქმედი საქმისა მის, არამედ ბოროტი, რომელ არს ეშმაკი. ამისთვისცა არა თქვა თუ, მე გეტყვი თქვენ არა წინააღმდგომად ძმისა, არამედ, არა წინააღმდგომად ბოროტისა, რაითა გულისხმახო, ვითარმედ არა ძმამან ქმნავნებაი იგი, არამედ ბოროტმან აიძულა ქმნათ, და ესე რა იგულისხმახო, არა ფრიად განხრისხნა ძმისა მის მიმართ, რომელმან არა ნეფსით თვისით გავნო, არამედ იძულებითა მტერისა მის ბოროტისაითა. თქვას ვინმე, ვითარმედ, არა გვიხმს წინააღმდგომად ეშმაკისა. ჰე, გვიხმს წინააღმდგომაი და ბრძოლაი მისი მარადის, გარნა არა სახითა მით. შურის გებისაითა, არამედ ვითარცა უფალმან გვიბრძანა, მოთმინებითა ყოვლისავევნებისაითა, რამე თუ ესრეთ უძლოდ მძლე ყოფად მისა, რამე თუ არა თუ ცეცხლითა დაშტების ცეცხლი, არამედ წყლითა დაივსების. ეგრეთვე ბოროტისა მიერ აღტკინებული მგზინვარებაი არა შურის გებითა და ნაცვლისა მიგებითა განქარდების, არამედ მოთმინებითა და ძვირუხსენებლობითა და სიმშვიდითა, რომლისა მიერ ყოველნივე ისარნი მტერისანი განხურებულნი დაშტებიან. ამისთვისცა ქრისტემან დაწყებას ამას სიტყვისასა თქვა, რომელი განურისხნს ძმასათვისა ცუდად, თანამდებარს სასჯელისა, მათე 5:22, ხოლო აქა უზეშთა ესიცა გვიბრძანა საზომი, რაითა არა ვდუმნეთ ოდენ და არა განვრისხნეთ, არამედ ოდეს ვინ მარჯვენესა გუცეს ყურიმალსა, მიუპყრათ მას ერთ კერძოიცა. ხოლო ესე არა ყურიმალის ცემისათვის ოდენ თქვა, არამედ სხვასა ყოველსავეზე და ძვირუხსენებლობა იგვიბრძანა. და ვითარცა რაი ოდეს თქვა, რომელმან ხრქვას ძმასათვისა, ცოპ, თანამდებარს გეჰენიასა ცეცხლისასა, მათე 5:22, არა სიტყვისა მისთვის ოდენ იტყოდა, არამედ ყოვლისავე გინებისათვის, ეგრეთვე აქა, არა ყურიმალისცემაი ოდენ გვამცნოთავს დებად. არამედ სხვაი ყოველივე ძვირი, რაითა ორთავე სარგებელ ეყოს ვნებულსა მასსა და მავნებელსა,
ერთმანმან მოთმინებითა და სულგრძელებითა თვისითა მრჩობლი გვირგვინი მიიღოს ღმრთისაგან და მეორემან მან შეიგდიმოს სათნოებისა მისისაგან და აბრალოს თავსათვისა და სინანულად მოვიდეს და ესრეთ მშვიდობა იყოს შორის მათსა. რამე თუ არ არა ესრეთ შეარცხვენს ძვირის მოქმედსა მას ვიქთა რიგი სულგრძელებაი და მოთმინებაი მეორისაი და მეგობარმისა სამარადისო ყოფს მას ვითარცა იგი არ არა ესრეთ აღაზრზანს და განაფიცხებს შფოთსა ვითარ შურის გებაი და მრავალგზის სიკვდილი ერთისაი მათგანისაი იქმნის აღსასრულ მრისხანებისა მის. ამისთვის უფალმა სულგრძელებაი და მოთმინებით თავსდებაი გვიბრძანა, რაითა სახუმილი იგი დაშრდეს და მშვიდობა მან განაქაროს გულისწყრომაი. და პირველსა მასზე და სახესა სულგრძელებისასა სხვაიცა შესძინა და თქვა, რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კვართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა. რამე თუ არა ცემისათვის ოდენ, არამედ მიტაცებისათვისცა და მიხვეჭისა სახმართაისა გვამცნო სულგრძელებაი. და არა თქვა, რომელი გთხოვდეს, არამედ უმეტესი საზომი გამოაჩინა, რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კვართი შენი, რომელი შფოთით და რისხვით ეძიებდეს, რომელი ესე უმეტესად აღაზრზენს კაცსა განრისხებად, არამედ ნუ განხრისხნებიო მიუტევე მას სამოსელიცა. თქვას ვინმე ვითარმედ, რაი არს ესე მივსცე მას სამოსელიცა და მე შიშველი ვიდოდია. გარნა ესე გულისხმობ ვითარმედ უკვე თუმცა მცნებათა ქრისტესთა ვიმარხევდით, არამცა შიშველსა და ვიქმნენით. არამედ უფრო ის ყოველთასა მოსიერ. პირველად რამე თუ ესრეთ თუ ვიპოვნეთ, ვითარცა ქრისტე ბრძანებს არავინ იყოს მავნებელ ჩვენ და მეორედ რაღაცა თუ ვინ იპოვოს მხედსთა უმძვინვარეს და ესოდენ უკეთურ რომელ წარმიღოს ჩვენ სამოსელი. მრავალნი იპოვნენ შემოსელ ჩვენ და ესე ვითარისა მისთვის სათნოებისა. ხოლო რაღაცა თუ განმშიშულდეთ აღსრულებისათვის მცნებათა ქრისტესთა, არავე ბოროტ არს ჩვენთვის, რამე თუ ადამიანცა შიშველი იყო სამოთხესა შინა და არ ახრცხვენოდა, და ესაია შიშველი იყო და უხამლო, გარნა უმეტეს ყოველთა ჰურიათასა ბრწყინვიდა. და იოსებ ოდეს აღიძვარცვა სამოსელისთვის იმაშინ განბრწყინდა, რამე თუ არა განშიშულებაი არს ბოროტ, არამედ ესრეთ შემოსაი, ვითარ ესეაც ჩვენ შევიმოსებით სამოსლითა მრავალ სასკედლისაითა. ამისთვის იგინი საქებელ არიან ღმრთისა მიერ და ჩვენ ღირს ვართ ყოვლისავე ბრალობისა, რამე თუ შიშველ ვართ ყოველთა კეთილთაგან. აც უკვე კვალადცა ვითხვი, ნუ შეუძლებელ გვიჩანა მცნებანი ქრისტესნი, რამე თუ ფრიად სუბუქ არიან და ადვილ, უკვე თუ მცირედი მოღვაწებაი და გულს მოდგინებაი ვაჩვენოთ და ესოდენ არს სარგებელი მათი, რამე თუ არა ჩვენთა ხოლო თავთა. არამედ მავნებელთაცა ჩვენთა დიდად სარგებელი ვეყოფით აღსრულებითა მათითა. და ესე არს საკვირველი ძალი მათი, რომელ ჩვენითა მოთმინებითა წინააღმდგომთა ჩვენთა მოიყვანებენ გულისხმის ყოფად, რამე თუ ოდეს მავნებელსა მას დიდად აქონდეს მიტაცებაი შენისა მის სახმრისაი, ხოლო შენ უჩვენო, ვითარმედ ადვილ გიჩნს მიცემად, რომელსაც არა ეძიებს და იხილოსთვის იგი სიგლახაკე და ანგახრებაი და შენი სიმდიდრე და სიბრძნე, ვითარმცა არა მოვიდა გულისხმის ყოფად, არა სიტყვათა მიერ რაი, არამედ საქმეთაგან იხილოს შენთანა სახე კეთილისაი და მიიღო შენ ღმრთისაგან სასყიდელი სარგებელისა მისისაი. რამე თუ დიდად სათნო არს ესე წინაშე ღმრთისა, ოდეს არა თავთათვის და ხოლო, არამედ სხვათაცა ვექმნებით მიზეზ სარგებელისა. ესე არს რომელ თქვა უფალმა, თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი. მათე 5:13 რომელსა ესე ვითარი აქონდეს გონებაი, იგი არს მარილი არა თავისა ხოლო თვისისა მამტკიცებელი, არამედ სხვათაცა რომელთა შეეხოს. იგი არს ნათელი განმანათლებელი თავისაცა თვისისაი და სხვათა მრავალთაი. ვინაიდან უკვე ესე ვითარსა წესსა და გადგინა უფალმან, ჰოი ქრისტეს მოყვარეო, განანათლე მჯდომარეცა იგი ბნელსა, ასწავე ვითარ შეურაცხებაი ჯერ არს ყოვლისავე წარმოვალისაი,
საქმენ ცოდვა იგი მისი შენდა სათნოებად მოთმინებითა მით და ძვირუხსენებლობითა. რა ჟამს არა ხოლო მიხუეჭა იგი თავს იდვა, არამედ უმეტესიცა მისცე სიტყვისა ებრუფლისა. ხოლო დიდად თუ გიჩნს საქმე ესე ისმინე შემდგომიცა სიტყვაი და იხილო მას შინა უმაღლესი სჯული ძვირუხსენებლობისაი, რამე თუ იტყვის უფალი. წახ არეებაი, და რომელიც არ გიქცევდეს შენ მძღვარად მილიონ ერთ, მივლე მის თანაორიცა 5:41. თარგმანი, იხილე ასრულებაი ესე სათნოებისაი. შემდგომად მიცემისა კვართისა მის და სამოსლისა უკვე თუ შიშველსა მასცა გვამსა შენსა შრომასა და ჭირსა შთააგდებდეს მტერი იგი, ნუ ვეაყენებო, რამე თუ ხნებავს უფალსა, რაითა არა საფასეთა ოდენ და სახმართა, არამედ თავთაცა ჩვენთა მივსცემდეთ საჭიროებელად მტერთა და სამსახურებელად გლახაკთა, ერთი იგი სახეთ ახოვნებისა და მეორე ესე სახეთ კაცთმოყვარებისა. ამისთვის თქვა, რომელიც არ გიქცევდეს შენ მძღვარად მილიონ ერთ, მივლე მის თანაორიცა. ყოვლით ურცრულებისა საზომსა გვასწავებს, რაითა ხორცითა ამით კაცობრივითა უნებლობა იწარხმართოთ. რამე თუ რომელნი ღირს იქმნენ ამას საზომსა მიწევნად რომელ არცა გინებისათვის და გუემისა, არცა მიხუეჭისათვის ნაქონებისა ელმოდის, არცა მოუძლურდებოდინ სულითა, არამედ უმეტესისაღა შეძინებად ისწრაფდნენ უფრო ის მოწევნულისა მის. ერთისა მას ყურიმლის სცემასა ზედა სხვისაცა ეძიებდნენ, მიღებასა ზედა კვართისასა მისცემდნენ სამოსელსაცა. წარქცევასა ერთისა მილიონისასა მივიდოდინ ორსაცა, რაიმცა იყო უსანატრელეს ესევით არისა მის საზომისა. იგინი ანგელოზნი არიან ხორცთავეშინა, იგინი არიან ღირსზე მოწერილთა მათ ნეტარებათა, მათ იხილონ ღმერთი, იგინი იწოდნენ ძედ ღმრთისა, იგინი გამოჩნდნენ მკვიდრ სასუფეველისა. წახ არეებაი, რომელი გთხოვდეს შენ მიეც, და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე მიქცევი 5:42. თარგმანი, ესე პირველ თქმულთა მათ საზომთა უნდაბლეს არს, არამედ ნუ გიკვირს, რამე თუ ესე ჩვეულებაი აქვს მარადის ქმნად, რაითა მაღალთა საქმეთა და მდაბალთა შეერთებულად იტყოდის. ხოლო დაღაცა თუ ზემოთ თქმულთა მათ თანა მცირე არსაც თქმული ესე, არამედ ჩვენ და მომართ დიდარს, რომელნი ესე არა თუ ჩვენსა ოდენ არა მივსცემთ, არამედ სხვათაგანცა მოვიხუეჭთ და უჯეროდ მოგებულსა მას უჯეროდ თავე საქმეთა შინა წარვაგებთ, რაითა ორ კერძოვე სახუმილი აღვიტყინოთ ჯოჯოხეთისაი. ხოლო სესხებად აქა არა ამას იტყვის საღნადგინებად განცემასა, არამედ რომელი იგი სხვასა ადგილსა განგვიმართა და თქვა, ავასხებდით, ვინა იგი არა მოელით მოღებასა, შეადარე ლუკა 6:35, რამე თუ ესე არს სესხება იკეთილი, ხოლო მეორე იგი, ვახშად და აღნადგინებად მიცემაი, დიდი საბრალისა და სასჯელისა ღირს არს. წახ არეებაი, გასმიეს რამე თუ თქმულ არს, შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყვი თქვენ, გიყვარდეთ მტერნი თქვენი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ილოცევდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდნენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ. რაითა იყვნენ თქვენ მსგავს მამისა თქვენისა ზეცათაისა, რამე თუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა 5:43-45. თარგმანი, იხილე თავი ესე ყოველთა კეთილთა ვითარ უკუან აისკნელ ყოვლისა და აწესა, რამე თუ ამისთვის პირველ თქმულთა მათ მიერ გვასწავა, ყურიმლის სცემაი თუ შეგვემთხვიოს, მიპყრობად ერთ კერძოიცა და წარღებასა ზედა კვართისასა მიცემათ სამოსელისაცა, და წარძღვანვასა ერთისა მილიონისასა მისვლად ორიცა, რაითა შემდგომი ესე კეთილად შევიწყნაროთ. და რაიმცა იყო უმეტესი პირველ თქმულთა მათ. თქვას ვინმე. ესე არს უმეტესობაი და უაღრესობაი, რაითა მოქმედი იგი ესევით არისაი არა მტერად შევხრაცხოთ,
არამედ ვითარცა მეგობარი შევიყვაროთ და ოდესსა და შეუძლოთ, კეთილი უყოთ და უზეშთა ესი ამისა, რაითა არა ხოლო გვიყვარდეს, არამედ ულოცვიდეთცა. იხილეა, რავდენთა აღსავალთა აღმიყვანა და თავს ამას სათნოებისასა დამადგინა. და გულისხმის ყოფითხა აღრიცხვე თავითგან. პირველი აღსავალი, რაითა არა ბოროტი უყო მოყვასსა, მეორე, რაითა ბოროტი გიყოს თუ მოყვას მან, არა მიეგო ნაცვალი, მესამე, რაითა არცა თუ განხრისხნე, არამედ სტუმნე შემთხვევას ამასზე და ძვირისასა, მეოთხე, რაითა მისცე თავითვისი საჭიროებელად და საქენჯნელად მტერთა შენთა, მეხუთე, რაითა უმეტესი აჩვენო ნებისა მის ბოროტის მყოფელთა ისა, მეექვსე, რაითა არა მოიძულნე ბოროტის მყოფელნი შენი, მეშვიდე, რაითა არა თუ სიძულილი ხოლო არა აჩვენო, არამედ უფრო ისად შეიყვაროცა. მერვე, რაითა კეთილიცა უყო, მეცხრე, რაითა ღმერთსა ევედრებოდი შეწყალებად მტერთა მათ და ბოროტის მყოფელთა შენთა. იხილეა სიმაღლე ესე საღმრთო ისა ამის მოქალაქობისაი და ჭეშმარიტისა მის ფილოსოფოსობისაი. ამისთვისცა ესე ვითარისა მის ბრწყინვალისა საქმისა უბრწყინვალესიცა განაწესა და უდიდებულესი ნიჭი და სასყიდელი მიუთხრობელი. ვინაიდან მცნებაი ესე დიდი იყო და სული უხმდა ახვანი, ამისთვის სასყიდელიცა შემსგავსებული განაწესა და უზეშთა ესი პირველ თქმულთა მათ, რამე თუ არა მკვიდრობაი ქვეყანისაი აღუთქვა, ვითარცა მშვიდთა, არცა ნუგეშინისცემაი და წყალობაი, ვითარცა მოწყალეთა და მგლოვარეთათვის თქვა, არცა სასუფეველი ცათაი, არამედ რომელი იგი ამის ყოვლისა უშესადრწუნებელეს იყო. მიმსგავსებაი ღმრთისაი აღუთქვა, ვითარცა შესაძლებელ არს კაცისა მიერ მსგავსებაი და თქვა, რაითა იქმნეთ მსგავს მამისა თქვენისა ზეცათაისა. შეადარე მათე 5:45-48 არა თქვა თუ მამისა ჩემისა არამედ მამისა თქვენისა და ზემორე კვალად ღმრთად სახელსტვა და მეუფედ დიდად და არა მამათთვისად, რამე თუ ჯეროანსა ჟამსაენება საიდუმლო ისა ამის მითხრობად. ხოლო სახესა მასა მსგავსებისასა აუწყებს რამე თუ მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრურთა, ერთი არა მოიძულებს შეურაცხის მყოფელთა მისთა და წინააღმდგომთა არცა დასწვავს ცეცხლითა რისხვისა მისისაითა, არამედ უფრო ისად კეთილსა უყოფს. და ესე რაღაცა თუ არა ერთ არს, არამედ ფრიადსა შეუმსგავსებელ, რამე თუ თქვენ თავსიდვათ თუ შეურაცხებაი მოყვასთაგან თავსიდებთ, ხოლო იგი მონათაგან რომელთა ფრიადი კეთილი უყო და თქვენ სიტყვით ულოცავთ მტერთა თქვენთა, ხოლო იგი საქმეთა მიენიჭებს საკვირველთა, ზესათვის აღმოაბრწყინებს მათ ზედა და წვიმასა მიენიჭებს და ყოვლითავე კეთილითა აღავსებს. არა მსგავს არიან საქმენი ესე ურთიერთას, არამედ ეგრეთსა მიგცემ თქვენ ხელმწიფებას ამ მსგავს მისაყოფად, რაოდენცა შესაძლებელ არს კაცთა მიერ, უკვე თუ მცნებანი ესე ჩემნი დაიმარხნეთ. ხოლო რომელთა ესე ყოველი გუესმის, ვისწრაფოთ ყოვლითა გულითა შეყვარებად მტერთა ჩვენთა, რაითა ვიქმნეთ მიმსგავსებულ ღმრთისა. რაისათვის, ჰოი კაცო, მოიძულო შემაწუხებელი შენი, ვინაიდან ესე ვითართა კეთილთა მომატყუებელ გექმნების და ესოდენსა პატივსა აღგიყვანებს შენ. რაისათვის წყევ მათ, რომელნი გმძლავრობენ შენ. და შრომასა მას თავსიდებ, ხოლო ნაყოფსა დააკლდები, სხვევაი შეგემთხვევის და სასყიდელსა წარწყმეთ. დიდი უგუნურებაი არს ესე, უმძიმესისა მის მოთმინებაი და უსუბუქესისა მის არააღსრულებაი. და ვითარ ეგებისო ესე იტყვიან ვიეთნიმე, რაითამცა ულოცევდი ყოვლითა გულითა მაჭირებელთა და ბოროტის მყოფელთა ჩემთა და შევიყვარენცა მოძულენი ჩემნი. ჰოი უგულისხმოებაი. ღმერთსა ხედავ განკაცებულსა, რომელი ესოდენსა სიმდაბლესა მოვიდა და ესოდენიანო ჩვენთვის, მტერქმნილთა ამათ და განდგომილთათვის, და ჯერეთ გიკვირს და იტყვი, ვითარ შესაძლებელ არს მიტევებაი ბრალისა შემაწუხებელთა ჩვენთა ისა.
არა გესმისა, რასა იტყო და იგი ჯვარსაზე და მიუტევე მამაო, რამე თუ არა იციან, რასა იქმან. ლუკა 23:34 არა გესმისა კვალად, რასა იტყვის მოციქული პავლე. ვით-18 ამაღლდა ზეცას და ზის მარჯვენით ღმრთისა და მეოხარს ჩვენთვის. შეადარე რომაელთა მიმართ 8:34 არა ხედავა. ვითარ შემდგომად ჯვარცუმისა და ამაღლებისა მიულინა მოციქულნი მკვლელთა მათ მისთა ჰურიათა მიმნიჭებელად მიუთხრობელთა მათ კეთილთა. და ეგრეთ წაეგულებოდა მათიცა ძვირისყოფა იუკეთურთა მათ, არამედ არავე დასცხრა უფალი ჩვენებად მათ და სახიერებისათვის ისა. რა შეგემთხვია შენ, კაცო, ესოდენი ვითარ მეუფემან ჩვენმან თავს სიდვა. შეიკრა იგუემა, ურიმლისცემაი თავს სიდვა, ყვედრებანი და ნერწყვანი, კიცხევანი და მერმე სიკვდილი შეურაცხი და საყვედრებელი. ოდეს მცა გევნო შენ ესოდენი. ხოლოაც მცირეცა თუ რაიმე შეგემთხვიოს დიდად შეგირაცხიეს შენ, არამედ რაოდენცა მრავალი გევნოს უკვე თუ მოითმინო, უბრწყინვალესნიცა გვირგვინი მიიხუნე და ძმა იგი შენი დიდისა სენისაგან განჰკურნო და მიემსგავსო მკურნალსა ხელვანსა, რომელსა რაღაცა თუ აგინებდეს და მიმთხვევად ეტევებოდინ ცნობა მიღებულნი იგის ნეულნი, უფრო ისაც წყალობენ მათ და ისწრაფინ კურნებად. ეგრეთვე შენ იყავ მოძულეთა და ბოროტის მყოფელთა შენთა მიმართ, რამე თუ იგინი არიან სნებასა შინა, უძლურებასა ბოროტსა, შეპყრობილნი მძლავრებითა ეშმაკისაითა, ისწრაფე კურნებად მათ და მოთმინებითა შენითა და სულგრძელებითა და ყოვლითა გულითა ვედრებითა ღმრთისაითა. ოდეს ვიხილოთ ვინ ეშმაკეული, არა შეგვეწყალისა. და მოსწრაფე ვიყვნით უკვე თუმცა უძლეთ განკურნებად მისდა, არა თუ ჩვენთაცა თავთა შთაგდებათ სენს ამას ბოროტსა. ეგრეთვე ამათზე და ვიქმოდით, რომელნი ვიხილეთ შეპყრობილნი ეშმაკისა მიერ მრისხანებისა. ვისწრაფოთ განკურნებად მათ და რამე თუ ფრიად უსაწყალობელეს არიან ეშმაკეულთასა, ვინაითგან ნეფსით თვისით განუცემიან თავნი მათნი ეშმაკისდა. აც უკვე ნუ თავსაცა შენსა შთააგდებსენს ამას შინა, არამედ უფრო ისად მოყვას ისაცა კურნება ისწრაფე, რაითა სასყიდელი დიდი მოიღო ღმრთისა მიერ, და იგიცა, გან რა იგი კურნეს, დიდად მადლიერ იყოს შენდა და ქველის საქმეს ამას აღიარებდეს. და გვირგვინი მოთმინებისა და სიყვარულისაი მოგცეს უფალმან, რამე თუ ძმაი შენი სენითა ბოროტითა შეპყრობილი განჰკურნე. გულისხმა ყავ რამე თუ ამისთვის მოვიდა ქრისტე სოფლად, რაითა ესე ვითარი გონებაი დახნერგოს ჩვენთანა და გვასწავოს სიყვარული არა ხოლო თუ მეგობართა, არამედ მტერთაცა ჩვენთაი. ამისთვისა პირველ თქუმულთა მათზე და სხვა იცე შესწინა სწავლა იცესისა მის სულიერისაი და თქვა. წახ არებაი, უკვე თუ გიყვარდენ მოყვარენი ხოლო თქვენი, რა ისასყიდელი გაქოს. ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. და უკვე თუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქვენთა, რასა უმეტეს იქნთ. ანუ არა მეზუერეთაცა იგივე ყვიან. იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს 5, 46, 48. თარგმანი, ესე იგი არს უკვე თუ დაიმარხნა მცნებანი ჩემნი და გიყვარდენ მტერნი შენი, კეთილსა უყოფდე მოძულეთა შენთა, ილოცვიდე მდევართა და ბოროტის მყოფელთა შენთათვის, მობაძავ ღმრთისა იქნები, უკვე თუ არა აღასრულნე მცნებანი ესე, მსგავს ხარ მეზუერეთა და ცოდვილთა. ხედავა ვითარ არა არს საქმეთა მათ ესოდენი განყოფილებაი, რაოდენი არს პირთა მათ, რომელთა მსგავსებაი ჩვენი იქნების აღსრულებითა, კინა თუ გარდასვლითა ამათ მცნებათაითა. აც უკვე ნუ ამას ვიტყვით, თუ მცნებანი მძიმე არიან, არამედ ესე გულისხმობთ, თუ ისა მივემსგავსებით აღსრულებითა მათითა, ანუ ვიეთ მივეახლებით შეურაცხყოფითა მათითა. რამე თუ განცხადებულად ორივე გვაუწყა უფალმან, რომელი მოვიდა ცხოვრებისათვის ჩვენისა,
და წინა გვიყვნას სწავლანი ესე საკვირველნი, რაითა გვასწავს გზა იმ იმღვანებელი სასუფეველსა ცათასა, რომელთა მიერ სრულიად აღმოფხურის სულთაგან ჩვენთა ვნებასა გულის თქმისა და გულის წყრომისასა, ვეცხლის მოყვარებისა და დიდების მოყვარებისასა, რომელ ესექმნა ზემო წერილთა. მათ მცნებათა მიერ, ხოლო ფრიად უმეტესად თქმულთა ამათგან. რამე თუ დაწყებასავე სწავლისათვის ისასა იწყო ნეტარებად გლახაკთა სულითა, მგლუარეთა და მშვიდთა, რომელესე წინა მდგომარიან გულის წყრომისა, მერმე მისცა ნეტარება იგი მშიერთა და წყურიელთა სიმართლისათვის და მოწყალეთა, რომელესე წინა მდგომარიან ვეცხლის მოყვარებისა, ამისა შემდგომად შეიყვანა ნეტარებასა მას წმიდანი გულითა, რომელიგი განშორება იარს ყოვლისავე ბოროტისა გულის თქმისაგან და ყოვლისავე გულის სიტყვისაგან უჯეროისა. კვალად ნეტარ უწოდა დევნულთა სიმართლისათვის და მოთმინეთა ყოვლისავე ყვედრებისა და შეურაცხებისა და მშვიდობის მყოფელთა, რომელესე სახენი არიან ღმრთის მოყვარებისანი და შეურაცხებისა ყოვლისავე კაცობრივისა დიდებისა. ხოლო აღასრულა რა ესრეთ ერთი იგი მწყობრი წმიდათა მათ მცნებათაი, კვალად სხვა იკარი განაღო საღმრთოთა სიტყვათა და სხვით იწყო მათვე ვნებათა აღმოფხურად უმეტესითა ძალითა და სიმტკიცითა, თქვა რისხვისათვის, ვით არმეთ, რომელი განურისხდეს ძმასათვისსა. ანუ ცოფ უწოდოს, ანუ პირველ დაგებადნდე მისა შეწიროს შესაწირავი, ყოველნი ესე სასჯელისა და ცოდვისა თანამდებარიან. ესრეთ შემოსვნა რა იძვალნი გულის წყრომისანი და შეუკვეთნა ძარღვუნი მისნი, გულის თქმასა მიექცა, უჩინო ყოფად მონათა თვისთაგან და თქვა, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად, მუნმე იმრუშა გულსათვისსა, შეადარე მათე 5:28. რომელი დაბრკოლდებოდის დედაკაცისაგან გინა მამაკაცისა და ვნებასა გულის თქმისა ცოდვისასა შთავარდებოდის და იყოს პირი იგი საყვარელ მის და უმეტეს თვალისა, ანუ სახმარ მის და უმეტეს ხელისა, ნუნცა ხრიდებს, არამედ მოიკვეთენ იგი და განიშორენ, რაითა არა წარწყმდეს და რომელსა აქუნდეს მეუღლე. ნუნცა განიშორებს მას გულის თქმითა სხვისა პირისაითა, რაითამცა იქორწინა იგი. ესე ვითართა რა ის სიტყვათა მიერ ძირნი გულის თქმისანი მოაუძლურნა და სიღრმეთაგან გულთა ჩვენთა სააღმოფხურნა, მეხსეულად სახმართ მოყვარებაი წარმოადგინა, შეკრული ხელბორკილითა ბრძანებათა მისთაითა და განაჩინა გუემა იმისი და ექსორიად ყოფაი. ისმინე ბრძანება იგი განჩინებისა მისისაი, ნუ ფუცაო ნუცა ცასა, ნუცა ქვეყანასა ნუცა. თავსა შენსა არამედ იყავ შენ და ჰე და არა. რომელი გეშჯოდის კვართისათვის, მიეც მას სამოსელიცა, რომელიც არ გიქცევდეს 1,000,000 მივლე მის თანაორიცა. შეადარე მათე 5:34 ესე ყოველი სახმართ მოყვარებისა უჩინო მყოფელი არს, რამე თუ ფიცნი და ცილფუცებანი და წინააღდგომანი არა მიცემად მეძიებელისა და მონაგებთათვის და ყოველივე ესე ანგახრებისა ნაშობნი არიან. ხოლო რომელმან ესე ყოველი უბულებელს ყოს, მას დაუთრგუნავს სახმართ მოყვარებაი. ვინაითგან ესრეთ შვენიერად შეგვითხსნა სათნოებათა ამათ გვირგვინი, მერმე სამკაული უსასყიდლოისა ამის მარგალიტისაი განაწყო მასზე და ესე იგი არს, გიყვარდეთ მტერნი თქვენი, აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ილოცევდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდნენ თქვენ. მათე 5:44. იხილია მწყობრი ესე შვენიერთა ამათ მარგალიტთაი. იხილია კიბე ესე ზეცად აღმყვანებელი. პირველი თყო და ნეტარ იყვნენ გლახაკნი და მშვიდნი და მართალნი და მშვიდობის მყოფელნი, მერმე უმეტესი თქვა საზომი, ქცეს თუ ვინ მარჯვენესა ყურიმალსაო, მიუპყარ მას ერთ კერძოიცა და რომელი გეშჯოდის კვართსა მიეც სამოსელიცა. და რომელიც არ გიქცევდეს 1,000,000 მივლე ორიცა.
შეადარე მათე 5, 39, 41, ხოლო სრულიად აღმამაღლნა კამარათა ცისათა აღმასრულებელნი სიტყვათა მისთანი, რაჟამს გვამცნო სიყვარული მტერთაი, კურთხევაი მწყევართაი, ლოცვაი ბოროტის მყოფელთაი. ესი არის სრული და ჭეშმარიტი საზომი და რაი არის მისაგებელი ამისი. მსგავსებაი ღმრთისაი, რაითა იყვნეთო მსგავს მამისა თქვენისა ზეცათაისა და კვალად, იყვენით სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაისრულ არს. რაიმე უკვე ვხოთ ჩვენ, რომელთა და ბრძანებულ არს მობაძავ ღმრთისა ყოფად და არცა თუ სწორ მეზუერეთა ვიქმნებით. უკვე თუ სიყვარული მოყვარეთაი საქმე არს მეზუერეთა და ცოდვილთაი, ოდეს არცა ამას ვიქმოდით, არამედ გუძულდენ ძმანი ჩვენი და მეგობართა ჩვენთა ვეშურებოდით, რაიმე იყოს ჩვენ და არა მკვიდრ ჯოჯოხეთისა გამოვჩნდეთა? უფალმან ესრეთ ბრძანა, რაითა გარდაემატოს სიმართლე ჩვენი წესსა ძუელისა მის შჯულისასა, ხოლო ჩვენ უძვირეს ვართ წარმართთასა. ვითარმე ვიხილოთ სასუფეველი ცათაი, არა უწყი. უკვე თუ გიყვარდენ მოყვარენი თქვენი, რაი სასყიდელი გაქურსო? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა, და ჩვენ მათსაცა უდარეს ვართ. ხოლო გიკვირდინ სახიერებაი მეუფისაიცა, ვითაროდეს იგი მისაგებელსა სათნოებისასა წარმოიტყოდის. უხვად მინიჭებელითა მით სიმდიდრითა იტყვის სასუფეველსა ცათასა და ხილვასა ღმრთისასა და შვილებასა და წყალობასა და ნუგეშინის ცემასა საუკუნესა და სასყიდელსა დიდსა ცათაშინა, ხოლო ოდეს შემაწუხებელსა რას ახსენებდეს. ნელიად იტყვის და არა სასტიკებით, რამე თუ აჰა ესერა ესოდენთა ამათ სიტყვათა შინა ერთგზის ახსენა სახელი გეჰენიისაი, და აც არარაი სხვა ბრალად უდებებისა თქვა, გარნასწორებაი მეზუერეთაი. და კვალად, უკვე თუ მარილი განქარდესო მათე 5-13 და უმცირეს ეწოდოსო სასუფეველსა ცათასა, მათე 5-19 და კვალად სხვასა ადგილსა ცოდვისა სახელი ნაცვალად სატანჯველისა თქვა ვითარმეთ, იმრუშაო გულსა შინათვისა, მათე 5-28 რამე თუ რომელთა აქუს გონებაი, კმა არს მათ და ცოდვისა სახელი გულისხმის ყოფად სატანჯველსა მას ცოდვისასა. ამისთვის აქაცა მეზუერენი და წარმართნი სახედ მოიყვანა სამხილებელად ჩვენ და, რაითა გვიჩვენოს, ვითარმედ არ არა სომისა უმეტესსა ეძიებს ჩვენგან, არამედ მცირედ ოდენ უმჯობესობასა მეზუერეთა და წარმართთასა. და არა ამას შინა დაუტეობს სიტყვასათვისა, არამედ მისაგებელსა მას საკვირველსა გვაუწყებს და იტყვის, იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაისრულ არს. მსგავსებასა ღმრთისასა ეძიებს, რაოდენ შესაძლებელ არს ბუნებაი კაცობრივი მიწევნად მსგავსებასა მისსა, რომელიგი რაოდენცა წარვემატებოდით კეთილსა შინა, უმეტესად მოგვეცემის, და რაოდენცა მოგვეცემოდის, უმეტესად წარვემატებით. რამე თუ ამისთვის ზეცათაით თქვა, რაითა მოქალაქობაი ჩვენი ზეცათა მობაძავ იყოს, რაითა შორს ვიყვნათ ყოველთავე მიწისაგანთა და წარმოვალთა საქმეთაგან და სრულყოვლითა სათნოებითა. სწავლაიეი, რაითა მსწრაფლ დავეგებოდით და შეუნდობდეთ ურთიერთას ყოველსავე ბრალსა. გულისხმა უყვნეთ მცნებანი ესე და მოძღურებანი მაცხოვრისა ჩვენისანი და ვისწრაფოთ არა ხოლო თუ მოყვარეთა, არამედ მტერთაცა შეყვარებად, მიუტევოთ ურთიერთას ყოველივე ბრალი, ვიღვაწოთ დაგებად ჩვენ და მომართ შეწუხებულთა, დაუტევოთ წესი იგი ბოროტი და სავნებელი, რომელი აქოს უშიშთა ღმრთისათა და ჰგებენ შეწუხებულისა მისვლად მათა მიმართ, და რომელი იგი სანატრელ არს და საწადელ, მას არა იქმან, და რომელი იგი სავნებელ არს და საბრალობელ, მას ეძიებენ. რაისათვის არა ისწრაფი უმეტესად შენ, ჰოი კაცო, მისვლად შეწუხებულისა, რაითა მოიღო ღმრთისაგან გვირგვინი, ვიდრეღა მისი გნებავს, რაითამცა მოვიდა შენდა და მიიტაცა სასყიდელი შენი. ესოდენ უგუნურ ხარა?
ესოდენ უმეც არ ხარ აუმჯობესისა შენისა და არა უწყი, ვითარმედ უკვე თუ იგი მოვიდეს შენ და არა იგაქოს შენ მადლი. უკვე თუ კულა შენ მიისწრაფო მისლა და აღსრულებად მცნებისა, შეირაცხო ნებისმყოფელთა თანაუფლისათა და მოისთულო ნაყოფი სიყვარულისაი. ესოდენისა უკვე სარგებელისა დაჭირვებაი, არა უკუანა ისკნელისა უგუნურებისა საქმე არსა. მოყვას სააბრალებ, რომელ არა მოვალს შენდობად და დაგებად შენდა და ან პარტავნებისა ბრალსა დასდებ მის ზედა და რომლისათვის მას აბრალებ, მასვე შინახარ შენ და არა გულისხმა ჰყოფ. ამისთვის საყუარელნო გევედრები ყოველივე ცუდი და საეშმაკოი მიზეზი განვაგდოთ და ოდეს მგზინვარებაი რაიმე ანუ მწუხარებაი მოყვასისა იქმნას, ყოვლითა მოსწრაფებითა მივისწრაფდეთ შენდობად და დაგებად. რამე თუ რომელთა ესე მოგვიღებიეს მცნებაი ყურიმლისცემისა და განშიშულებისა და პახრაკობისა თავსდებაი სიხარულით, უკვე თუ უსუბუქესი ესე მცნებაი უგულებელს ვხოთ, მისლა და დაგებად მოყუსისა, უძნელესნი იგი ოდეს აღვასრულნეთ? არამედ წუნობა და შეურაცხება მიჩნსო თავყოფაი უდარესისა იმის და ფერხთა მისთა მისლვაი. ესე სიტყვანი არიან კაცისა ულმობელისა და უგულისხმოისანი, რაითა არა შეურაცხიქმნა კაცთა მიერ, ვით არ შენიტყვი, ამისთვის შენ ღმერთსა შეურაცხ ყოფა. მას ხრისხავ, რომელ არა პატივრქცა და მოისწრაფა შენ და შევრდომად, და შენ სიტყვათა და მცნებათა ღმრთისათა არა პატივსცემ, და არა გეშინისა, ნუ უკვე განრისხნეს შენზე და უკვე თუ შეურაცხებაი მოყვასისაგან ესრეთ გიძნავს, ვით არ შენ იკადრებ შეურაცხ ყოფად მცნებათა ქრისტესთა? და ესეც არა უწყია, ვით არმედ რაოდენცა შეურაცხიქმნა მცნებისათვის ღმრთისა, უმეტესად აღორძინდების და განმრავლდების სასყიდელი შენი და განბრწყინდების გვირგვინი შენი. რამე თუ ღმრთისათვის შეურაცხიქმენ და წუნობაი თავს იდევ. იყავ ჩემ და გინებაი და შეურაცხებაი ღმრთისათვის, ვიდრეღა, პატივი და დიდებაი ყოველთაგან მეფეთა ქვეყანისათა, რამე თუ რაიმცა იყო უდიდებულეს შეურაცხებასა და ყვედრებასა და წუნობასა, რომელი სიყვარულისათვის ღმრთისა შეგვემთხვიოს. ამას დიდებასა ვეძიებდეთ და ნუ კაცობრივსა, ამის მიმართ გუსუროდენ, ხოლო სოფლიო იგესე და ხორციელი ნუმცა რაც შეგვირაცხიეს ყოლადვე. რაითა ესე ვითარითა გონებითა მცნებათა ებრ ქრისტესთა განვაგოთ ცხოვრებაი ჩვენი და მოქალაქობაი ზეცისაი მოვიგოთ ქვეყანასა ზედა და ანგელოსთა მობაძავად ვიქცეოდით კაცთა შორის. განშორებულნი ყოვლისავე გულის თქმისაგან ბოროტისა და უცხოქმნულნი ყოვლისაგანვე გულის წყრომისა და რისხვისა, ყოვლისაგანვე ანგახრებისა და სახმართმოყვარებისა, ყოვლისაგანვე ზუაობისა და სილაღისა, რაითა სოფელსაც ამას. მშვიდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა და შემდგომად ამიერ წარსვლისა მოგვეცნენ ჩვენ მიუთხრობელნი იგი და მოუგონებელნი კეთილნი, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, ძლიერებითა ცხოველისა საუფლოისა ჯურისაითა და მეოხებითა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაითა და წმიდათა მოციქულთა, მღვდელთმოძღვართა, მამათა და ყოველთა წმიდათაითა და მადლითა წმიდისა იოანე ოქროპირისაითა და ბრძანებითა ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა ევთვიმესითა ჩვენ გლახაკნი და ცოდვილნი არსენი ნინოწმიდელი და იოანე გრძელისცე და ოქროპირი ღირსვიქმნენით დაწერათ ხელითა ჩვენითა წმიდათა, ამათ წიგნთა თარგმანებულთა. განმანათლებელისა წმიდისა მამისა ჩვენისა ევთვიმესთა ბერძულისაგან ქართულად, ნუგეშინის მცემელად ქართველთა და სალოცველად და სადიდებელად მამისა ევთვიმესა, რომელი გამოჩნდა ჟამთა ამათ უკუანათა, სწორი პირველთა მათ წმიდათა, და მამისა მიქაელისა და გიორგისა და ძმათა ჩვენთა სულიერთა და ხორციელთა,
და მოსახსენებლად სულისა კურთხეულისა მამისა იოანესა, რომელი იგი არს ამის ყოვლისა კეთილისა მიზეზი, რომელმან განზარდა და განსწავლა მამა იერთვიმე და ღირს გუყნა ჩვენ ესოდენთა კეთილთა, ღირსმცა არს სული მათი წარუვალთა. მათ კეთილთა და მოსახსენებლად სულისა მოძღვართა, მშობელთა და ძმათა ჩვენთა სულიერთა და ხორციელთა. რაც ვისაც მოიწინენ წმიდანი ესე სულთა განმანათლებელნი და იკითხვიდეთ, გულისხმა ყოფდით შრომასა მამისა ერთვიმესა ქართველთათვის და ულოცვიდით. და ჩვენ გლახაკნი მწერალნი და სერაპიონ მოსელი ლოცვასა მოგვიხსენეთ, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო, რაითა თქვენცა უფალმან სასყიდელი მოგანიჭოს, ამენ. ხოლო დაიწერა მთასა წმიდასა ათონას, მონასტერსა ქართველთა წმიდათა მამათასა, იოანე და ერთვიმესსა. ბერძულად დასაბამითგან იწელნი იყვნენ ხფივ, ინდიქტიონი, ჯვარცუმითგან შპგ, ქართულად დასაბამითგან იწელნი, ხქივ, ქრონიკონი იყო მე-13 მოქცეული სკეი. ხოლო ჩვენზე და მეუფება იყო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისაი არს დიდებაი თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.